მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის, მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი გურამ გოლიაძე და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ბატონი თემურ მურვანიძე. მოგესალმებით ბატონებო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯერ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიცაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ბატონო გურამ, თუ შეიძლება ვუთხრათ მაყურებელს, თქვენ დღეს პირველად ხართ ჩვენს ეთერში სტუმრად, ვუთხრათ მაყურებელს ამ პროგრამის შესახებ, რამდენით განისაზღვრა წელს აღნიშნული პროგრამა. თანხაზეა საუბარი. გასაგებია, მოგესალმებით ბატონო ნინო, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა ჩართვისთვის. რაც შეეხება პროგრამას, პროგრამა, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვია, განისაზღვრება 1,86,000 ლარით. ეს თანხა 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე იქნება გადანაწილებული, თუმცა საჭიროების ამბებ მერია, ადგილობრივი ბიუჯეტი ჩართულობა იქნება საჭირო და ჩართულობა თუნდაც 100%-იანი ნიშნულით. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, ბატონ თემურ, თუ შეიძლება რომ დავაზუსტოთ, რამდენითაა გაზრდილი წლევანდელი თანხა გასულ წლებთან შედარებით და თუ არის ეს პროგრამა პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის, იმის და მიხედვით თუ რა რაოდენობის თანხაა გამოყოფილი წელს. იქედან გამომდინარე, რომ თანხა განისაზღვრება ძირითადად მოსახლეობის დასახლებებში მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, თანხა იგივეა, როგორც გასულ წელს იყო 1,86,000 ლარი და შესაბამისად თანადაფინანსებაც ანალოგიურად დაახლოებით იმავე ფარგლებში იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მზად არის დამატებით თანხები გამოყოს საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტების სრულად დასაფინანსებლად. აი თუ შეიძლება რომ ვუთხრათ მაყურებელს ბატონო გურამ, რა პრინციპით გადანაწილდა თანხები სოფლებზე, ეს მათი რაოდენობის მიხედვით, სულადობის მიხედვით, ტერიტორიის მიხედვით თუ როგორ ხდება გავსი ტიპის გადანაწილებები. გადანაწილებას რაც შეეხება ქალბატონო ნინო, გადანაწილება მოხდა რა თქმა უნდა რიცხობრიობასთან მიმართებაში, ადამიანების რაოდენობასთან მიმართებაში. მაქსიმუმი თანხა შეადგენს 20,000 ლარს, მინიმალური შეადგენს 10,000 ლარს, ბატონო ჩემო. და მიუხედავად ამ ნიშნულისა, რა თქმა უნდა, სოფლებში იქნება თანხა 16,000 იქნება 12,000 წეგან აღნიშნე რომ ეგ არის რიცხობრიობასთან დაკავშირებული თანხები. შესაბამისობაში იქნება გასაგებია. ბატონ თემურ, ხო არ გსურთ ამ კუთხით რაიმე ეს დამატება და რაიმე თქმა, როგორ დგება თანხებთან დაკავშირებით, შედარება რო გავაკეთოთ გასულ წლებთან შედარებით, როგორ ხდება თანხების პრიორიტეტების შერჩევა? თანხების შერჩევა როგორც ვისაუბრეთ და მოგიდებულია მოსახლეობის რაოდენობასა და ეს განსაზღვრული არის საქართველოს მთავრობის ნომერი 654 დადგენილებით, ეს არის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება, როგორც აღნიშნა 200 მაცხოვრებელზე გამოიყოფა 10,000 ლარი, მთავრობიდან პლუს ამას გასათვალისწინებელი არის მუნიციპალიტეტთა თანადაფინანსება, 200-ზე ზევით 400 მაცხოვრებლამდე გამოიყოფა 12,000 ლარი, აქაც თანადაფინანსება და მოსახლეობა და დასახლებებს სადაც რიცხოვნება შეადგენს 400-დან ზევით 1000-მდე 16,000 ლარი. იქ იმ დასახლებებში სადაც მოსახლეობის რიცხოვნება აღემატება 1000 ლარს და უკვე ზევით გამოიყოფა 20,000 ლარი. ეს არის როგორც ჩატარდება, ვთქვათ, ჯერ ვიცით, რომ არ დაწყებულა პროგრამა. იყო შეხვედრები წარმომადგენლებთან, მერის წარმომადგენლებთან სოფლებში, მაგრამ უშუალოდ კრებები, სოფლის კრებები არ ჩატარებულა და მათგან მოსმენა აი პრიორიტეტების, რომელიც მათ სურთ რომ გაანხორციელდეს სოფლად. როგორც ჩატარდება სოფლის კრებები და ვის ექნება ამ კრებებში დასწრების უფლება და საშუალება? კი გენაცვალე, სოფლის კრებების ჩატარება დაიწყება 17 თებერვლიდან, ამ წლის 17 თებერვლიდან. აქ ჩართულია თითოეული ჩვენთაგანი მერის სამსახური, აქ არის ჩართული საკრებულოს
დეპუტატები, ასევე არის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ჩართული სრული შემადგენლობით და ინფორმირებული იქნება სოფლის მოსახლეობა საიმისოდ, რომ სად ჩატარდება ძირითადი აქცენტი და ლოკაციურად ეს იქნება სოფლის ცენტრი, ჩემო კარგებო და სოფლის ყველა წევრამდე იქნება, ყველა სოფლის მოსახლემდე იქნება მიტანილი ინფორმაცია თუ როდის და რა ლოკაციაზე იქნება შესაბამისი კრება გამართული. ასე რომ ბატონ თემურ, რა პრინციპით მოხდება პრიორიტეტების შერჩევა ამასთან, ანუ პროგრამასთან დაკავშირებით და თავად მერია რა ტიპის პრიორიტეტებს დაუჭერს და პროექტებს დაუჭერს მხარს? თქვენ თუ გაქვთ ამ კუთხით ჩართვის შესაძლებლობა და რამდენად თქვათ არჩევის სახით აძლევთ მოსახლეობას თუ რა პრიორიტეტებზე გააკეთონ აქცენტი? იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განსაზღვრული აქვს ძირითადად მოსახლეობის აქტიურად ჩართვისათვის, ამდენად ძირითადი პრიორიტეტების შერჩევის ავტორები არის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა. ძირითადი წინადადება საპროექტო წინადებები მოდის მოსახლეობიდან. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა არ გამოიჩენს ინიციატივას და ვერ იქნება კრებამდე შემოსული საპროექტო წინადადება, ამ შემთხვევაში ან თვითონ კრების მიმდინარეობისას შეიძლება ჯგუფმა ან მოსახლეობამ იქვე დაასახელოს საპროექტო წინადადება, ან მერიამ შეარჩიოს საპროექტო წინადადება უკვე იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვისაც ცნობილია. ამდენად პრიორიტეტები სხვადასხვაგვარი იქნება, ყველა იმ დასახლებების ინფრასტრუქტურული საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სახელი. ბატონო გურამ, წეგან აღნიშნე, რომ თქვენ წარმომადგენლებთან, მერის წარმომადგენლებთან შეხვედრები გქონდათ და თქვენი აზრით, რა პრიორიტეტებს დასახავს მოსახლეობა, სოფლების და მიხედვით გეცოდინებათ, რა პრობლემები დგას სოფლად და რა პრიორიტეტებს დასახავს თქვენი აზრით მოსახლეობა და რაზე გააკეთებს აქცენტს? დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის. პრიორიტეტი, რაც შეეხება, ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი სოფლის მოსახლეობის არის, რა თქმა უნდა, სოფლის შიდა გზების მოწყობა. ეს პირველი პრიორიტეტი არის. შემდეგ მას მოყვება ჯიხურები, საავტომობილო ჯიხურები, ანუ ჩვენ მოსაცდელები, დიახ, ეგრეთ წოდებული, ჩემო ბატონო. ასევე არის სანიაური არხები, სოფლის მოედნები, სასაფლაოების შეღებვა, კიგენაცვალა, გარე განათება და ასე შემდეგ. ანუ პრიორიტეტად ძირითადად, რა თქმა უნდა, სოფლის მოსახლეობის აღთქმა იქნება ჩადებული, მაგრამ თუ ეს პროექტები იქნება ხალხთან ერთად შეთანხმებული, ვფიქრობ, რომ სისრულეში იქნება ძალიან ეფექტურად და სოფლის ეფექტიანობაც გამოჩნდება. თანხის კუთხით არ არის მასშტაბური, როგორც ვიცით, მილიონ ლარზე ცოტა მეტზეა საუბარი და რამდენად გასწდება ეს თანხები ყველა სოფელს და თუ არის შესაძლებელი ვთქვათ კონკრეტული პროექტის დასასრულებლად გამოიყოს სხვა პროგრამიდან თანხები, რომ დაუსრულდეს სოფელს რომელიმე კონკრეტული პროექტი. მადლობთ, რა თქმა უნდა, ჩემო ნინო, გაბატონო ნინო. პროექტის დასასრულებლად შესაძლოა 100%-იანი ჩართულობა გამოიჩინოს ადგილობრივმა ბიუჯეტმა. შესაბამისად, პროექტი, რომელიც იქნება დაწყებული სოფლის მოსახლეობისგან არჩევანიდან გამომდინარე, აბსოლუტურად პროექტის თანხის გამო ეგ სისრულეში არ მოყვანა, ეგ გამოვრიცხოთ უნდა შესაბამისად, საჭიროება მოითხოვს 100%-ით იქნება დაფინანსებული ესა თუ ის პროექტი. ასე რომ ყველა პროექტი, სოფლის პროექტი, რომელიც დაიწყება სოფლის მოსახლეობიდან გამომდინარე და ჩართულობიდან გამომდინარე, ყველა პროექტი იქნება სისრულეში მოყვანილი. ჩვენ იმის შესაძლებლობაც გვაქვს, მადლობა, რომ თანხა თუნდაც 100%-იანი ნამატით დაგვჭირდეს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თანადაფინანსებით აუცილებლად შევა მუნიციპალიტეტი და დაუსრულებს პროექტს მოსახლეობას. საჭიროების შემთხვევაში 100%-ითაც კი. ბატონმა თემურმაც აღნიშნა, რომ აქტიურად იქნებიან მოსახლეობა ჩართული ამ პრიორიტეტების განხილვაში.
თქვენგან და მერიისგან რამდენად იქნება მზაობა იმისა, რომ მოსახლეობამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კრებებში, არის ნიჰილისტური დამოკიდებულება ჩვენ მაინც არაფერს არ ვწყვეტ. მოგეხსენებათ ალბათ ადამიანები ასეც უყურებენ მთელ რიგ საკითხებს, მაგრამ თქვენი მზაობა რა იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი ადგილობრივი ჩართოთ თავიანთი სოფლის პრიორიტეტების შერჩევაში. რაც შეეხება ასეთ შეხედულებას, მინდა ვთქვა, რომ ძალიან საწყენია ესეთ შეხედულებები ჩვენს მოსახლეობასთან მიმართებაში. თუმცა დიდი ნაწილი უყურებს ის, რომ თავის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თითეული ადამიანის ჩართულობა ესეთ ამა თუ იმ პროექტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მერის სამსახური, მერის წარმომადგენელი იქნება ჩართული საიმისოდ, რომ ყველა მოსახლეს თითეული ჩვენთაგანი მერის სამსახური, გუბერნიის სამსახური და მაჟორიტარ დეპუტატები იქნებიან ჩართულები საიმისოდ, რომ ყველა სოფლის მოსახლემდე მივიდეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ლოკაცია, სადაც ვიტყვით, რომ სოფლის ცენტრში პირობითად რა დროს, რომელ საათზე იქნება დაწყებული კრება, მაქსიმალური ჩვენი ჩართულობით იქნება და თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, იქნება ყველა სოფლის მოსახლემდე ინფორმაცია სწორად მიტანილი, რომ დაესწრო და თვითონაც თითოეულმა ადამიანმა მიიღო ჩვენი სოფლის წინსვლაში მონაწილეობა. მე მგონი კოორდინირებული მუშაობასთან დაკავშირებით გამოვხდეთ ყურადღებას როგორც მერიის, ასევე საკრებულოს, გუბერნიის და ასე შემდეგ. ბატონო თემურ, თქვენ კონკრეტულად, სამსახურები, კონკრეტული სამსახური რას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ თქვათ მოსახლეობა რაც შეიძლება მეტი იყოს ჩართული, წინასწარ თუ გაქვთ წარმომადგენლებთან შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს კრებაზე და მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს ის საჭიროება, რომელიც უდგას თქვათ კონკრეტულ სოფელს. როგორც აღინიშნა, ძირითადად ეს ხდება მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების მიერ, გარდა ამისა ჩვენი ბრძანებით განსაზღვრული არის უფლებამოსილი პირები თითოეულ დასახლებაში, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ ამ კრებების და ზოგადად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას. ძალიან აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის სამსახური, ჩვენი თანამშრომლები. განსაზღვრული არის როგორც აღნიშნეთ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მიიღებენ საპროექტო წინადადებას კრებების დაწყებამდე და მითითებული არის ჩვენი ელექტრონული პოსტა. გადაიხედება შეჯერდება ავტორთან საჭიროების შემთხვევაში მისი შეუსრულო ფინანსური და სხვა ახალი შემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლებელი არის მიეცეს საპროექტო წინადადების ავტორების განმარტებები და ამის შემდგომ დახვეწილის სახით უკვე მივიყვანოთ ეს საპროექტო წინადადებები კრებამდე და კრებებზე იქნას გახსოვილი. მერის გარდა თქვათ იგივე საკრებულოს თანამშრომლები, იგივე გუბერნიის თანამშრომლები თუ დაესწრებიან ამ კრებებს, რომ მათთაც ჰქონდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე კონკრეტულ სოფელში რა პრობლემა აქვს, რა პრიორიტეტები აქვს. ძირითადად როგორც წლება ჩვენ ჩართული არის ყველა დაინტერესებული სახელმწიფო სტრუქტურა. რა თქმა უნდა ჩართული არის მერია თავისი თანამშრომლები, ინფრასტრუქტურის სამსახური, ჩართული არის წარმომადგენლები და ამას გარდა მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ დასახლებებში, რომლებიც კარგად იციან თავიანთი სოფლის საჭიროებო საკითხები და ის პრობლემები, რომლებიც დგას ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლო კითხვა ბატონებო თქვენთვის, რომ სრულყოთ ეს საკითხი და თემა, როდის დაიწყება სოფლის კრებები, ბრძანეთ რომ 17 თებერვლიდან აქტიურად და კონკრეტულად რო ვთქვათ, რომელი სოფლიდან დაიწყება და რატო შეირჩა ვთქვათ ეს კონკრეტული სოფელი. 17 თებერვლიდან დაიწყება. კი, ბრძანეთ წერან ნამდვილად და განაცვალე და თუ არ მინდა შემეშალოს დაბა ლაითური. დაიწყება დაბა ლაითური, დაბა ნარუჯიდან, ჩემო ბატონო. ალბათ რიცხოვნობიდან გამომდინარე. დიახ, განაცვალე და ეს დავდება 20 მარტს. და სოფელი ჯუმათი იქნება დასრულების წერტილი და შემდეგ აქტიურ ფაზაში გადავალ მშენებლობის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ თემურ, ხომ არ გინდათ რომ დაამატოთ, ნარუჯა ლაითურით დაიწყებთ ამ და ზოგადად მინდა გამოვიყენო თქვენი ეს
შესაძლებლობები, რომელიც მოგვანიჭდა ხოლო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დიდი აქტიურობა გამოიჩინონ, ჩაერთონ ამ საპროგნოზო წინადადების მომზადებაში, შემდგომ განხილვაში და მათი ინიციატივით მიღებული იქნას ის შეჯერებული წინადადებები და შემდგომ მივიღოთ ისეთი შედეგები, რომლითაც მაყოფილი იქნება მთლიანად ოზურგეთის მოსახლეობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გურამ, ხომ არ გსურთ რომ მიმართოთ მოსახლეობას სიამოვნებით მაცხოვრებლებს რომ იაქტიურონ რა თქმა უნდა შეძლეს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები სოფლად. კი, ბატონო ნინო, ნახეთ ამ პროექტის უნიკალურობა არის იმედა ვთქვა, რომ თითეული ჩვენთაგანის, თითეული სოფლის მოსახლის ძალიან დიდი დამსახურებით კეთდება ის სასიკეთო საქმეები, რაც კეთდება თითოეულ სოფელში და მინდა ყველა მოსახლეს მოუწოდო თავიანთი ნებასურვილი სამებრ გამოხატონ კეთილი ნება და თავიანთი ერთი პატარა ლამაზი აგური ქვეყნის მშენებლობაში როცა მოგეცემა მის საშუალება ვფიქრობ რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა საქმის განხორციელებაში, რომელიც მათ კონკრეტულად ეხებათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, საუბრისთვის, სტუმრობისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ გოლიაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი თემურ მურვანიძე. მადლობა.